სიტყვას ვაძლევ ლიტერატორ ირაკლი ჩქარეულს, სოფელ გორის ციხიდან. ძვირფასო თანამემამულენი, მე წინასწარ მინდა მოგახსენოთ ოდიშის მოხდის თვალსაზრისით, რომ ჩემი დღევანდელი გამოსვლა, რა თქმა უნდა, მსმენელს ბევრს ვერაფერს ვერ მისცემს, ვინაიდან რო ძალიან მცირეა, მაგრამ შევეცდები ზოგადი წარმოდგენა ჩვენი მოხეული ხალხური პოეზიის შესახებ მაინც მოგცეთ. დიდი ჭრელი ხურჯინია ხევში ლექსებისა და კაფიების ნარცით მოქსოვილი. იქიდან ბევრი რამ ამოხდება ხელს, მაგრამ ამჯერად ყველას გამომზეურება ძნელია და შევეცდებით ისეთი მასალები წარმოგიდგინოთ, რომელიც სრულიად ახალია და რომელიც ქართველ მკითხველს ჯერ არ წაუკითხავს და ვფიქრობ, იგი თუ მთელს არა ნაწილობრივ წარმოდგენას მაინც მოგცემს. დიდარი და მრავალფეროვანია ქართული ხალხური პოეზია. იგი თუ შეიძლება ასე ითქვას, დიდი მდინარია, რომლის ღირსეული შანაკადი მოხეული ხალხური პოეზია, რომლის ხმაურში შტონი ლეწებიან ტყისანი, კლდები ნგრევიან, ქები ხვივიან და ტანში გზარავს მთელი ქალის ხმით პირილი. ვიტიროთ ქალო და რძალო, ამას პირილი არ ურჩება. ზღვა თოდენა ცრემლი უნდა, ბალა თოდენა მოტირალი. შენ შავარდნისა ბუდეო, სამკლავ გინდა საფუქარი ჯაჭვი, ერანგად შაქშონდება, წელს ფრანგული მაგი ხდება, ფრანგული ორკევნი ალესილი. ხარციათა შაქშონდება, სისხლისა ნაგუბარზე და გული არ შაგიშინდება. სიყვარული აგვამაღლებსო, ბრძანებდა დიდი შოთა და მოხევე მოლექსეც ამას ვერასწრებოდა. მოხევე მიცის, რომ ძნელია სიყვარულის განცდა, იგი ყველას იმონებს, ამიტომ ამბობს და სიარულმა დალია, სალიკლდე წყლისა დენამა, ქალი და ვაჟი ჩალია ერთმანეთსაც, კერმანდა დალოცვილო, ქერის პურო, ანაცერო დიკისაო, შებრალება უნდა გქონდეთ, ჩემისთანა ბიჭისაო. მოხეურ ხალხურ პოეზიაში ნიშნულოვანი ადგილი უჭირავს საგმირო სარაინდო ლექსებს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს გესაკ მოისმენს მსმენელი, მაგრამ თავს ნებას მიუცემს შევეხოთ რამდენიმე. ხევში გმირობა და ვაჟკაცობა ოდითგანვე ფასობდა და ფასობს დღესაც. ხალხი დიდები შარმანდებით მოსავდა ყველა იმას, ვინც კი ლექსად ხოტბის შესხმის ღირსი იყო. ეს იყო ვეფხის მომკლავი ფანჩატელი ბუშკიას შვილი, ელგუჯა საბაური, რომელსაც ანი მიუგავს როსტომსა დეჭები ადრინდელ გმირსაო. ეს იყო არშალი ბაზალი ჯურღმაი, არშას ბაზალი ჯურღმაი, ვეფხის კლანჭებზე დგებაო, განჯას შაღლიჯა კლიტენი ჩემს არშას მოუხდებაო. ეს იყო ოჟა ჯურხაი, ეთლემის კარზე კიდია, ოჟა ჯურხაის ფარიო, მაულის ომის წადილი ხანდახან შაზრავს ქარიო. ეს იყო ტროპეთ გიგოლი, რომელსაც ფარას არ თომდეს სხვისასა, არც ერთი გაატანაო. საკმაო რაოდენობით მოიპოვა ხევში ხალხურ ჩვეულებათა ამსახველი ლექსები. ხედოლებაში გვაქვს ძმად გაფიცვა, ქორწილი, თამაშობანი, კირილისა და გლოვის წესები. ჩვენ მოკლედ შევჩერდებით ამ უკანასკნელზე. სიცოცხლის გამოსალმებას მოხევე სასოწარკვეთილებას როდი ეძლეოდა. სწორედ ეს მომენტი ასახული ერთ ხალხურ ლექსში. ვაჟკაცსა, გულად მამაცსა, სიკვდილი, ძილი გონია, შინ მოტირალის მისულაი თავის ქორწილი გონია, სამარის საკეთ წაგება, მას თავის სახლი გონია, სამარეთში ჩაწვალა თავის ლოგინი გონია, ყელზე გველების მოხვევა, ცოლის მკლავები გონია, გულზე ჭიათა მოხვევა თავის ობლები გონია. რა დიდებული ხმა, კაც, კერცი, გულის მაგიერ, ხვა უნდა გქონდეს, ზარგვებში სისხლის მაგიერ, წყალი უნდა გედგას, რომ არა გადუღოს აი ამ ზემორეთ თქმულმა სიტყვებმა. და სწორედ თუ ეს ასია და ცხადი ეს ასია, მაშინ ზემოთქმულის ტრიქონები ქართული სიტყვა კაზმული მწერლობის კლასიკის სიმაღლეზე ადის და უტოლდებიან. სწორედ ესაა მოხეული
ხალხური ზეპირსიტყვიერების მკითხველზე ზემოქმედების უდიდესი ძალა.